ბოლო 15 წლის განმავლობაში ქართველი მუსლიმების მიმართ მრავალი უფლებების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. სოლიდარობის თემი განახებთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც ეყრდნობა სახალხო დამცველის აპარატის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს. თავდაპირველად გიამბობთ 5 სოფლის ისტორიას, სადაც ლოცვის უფლება დაირღვა. სოფელი ნიგვზიანი, 2012 წელი. პარასკევის მშვიდი ლოცვა, მუქარამ ჩაანაცვლა. მუსლიმებს შინ ლოცვის ჩატარება აუგრძალეს და სამლოცველოს დაწვით დაემუქრნენ. ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ ჰქონია. დაწყებული გამოძიება კი მოგვიანებით შეწყდა. სოფელი წინწყარო, 2012 წლის დეკემბერი. ქართველი მუსლიმები აგრესიისა და მუქარის მსხვერპლი გახდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის მხრიდან, რომლებიც აპროტესტებდნენ მათ ლოცვასა და სალოცავის სივრცის არსებობას. მუსლიმებს ემუქრებოდნენ ფიზიკური ძალადობით, სახლის დაწვითა და სოფლიდან გაწევებით. მიუხედავად ვიდეო მტკიცებულებებისა, გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძვლით. სოფელი სამთაწყარო, 2013 წლის მაისი. ქართულმა მუსლიმებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარისა და გზის გადაკეტვის ფონზე ვერ შეძლეს პარასკევის ლოცვის შესრულება. იგივე განმეორდა 31 მაისსა და 7 ივნისაც. პარასკევის ლოცვა მხოლოდ 21 ივნისს ჩატარდა. ლოცვის შემდეგ ისლამოფობიური ჯგუფი მუსლიმ სასულიერო პირს დაემუქრა და შეურაცხყოფა მიაყენა. თვითმხილველთა განცხადებით ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი. მომხდარზე გამოძიება დაიწყო 2013 წლის 10 ივნისს, თუმცა შედეგი წლების განმავლობაში არ დამდგარა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბუკნარი, 2021 წლის იანვარი. მოსახლეობის ნაწილი ქართველ მუსლიმებს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მუსლიმებმა კერძო სახლში ლოცვა დაიწყეს. 12 იანვარს კონფლიქტი ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. დაშავდა 2 მუსლიმი, მათ შორის არასრულწლოვანი. შედეგად 1 პირი დააკავეს, 5 დაზარალებულაცნეს, 1 პირს კი ბრალი წარებია. დაბა ადიგენი, 2023 წლის ივნისი. სასულიერო პირებმა, მათ შორის ნიკოლოზ გეწაძე, მუსლიმებს კერძო საკუთრებაში ლოცვის შეწყვეტა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. სახელმწიფო მუსლიმებს ავალდებულებდა დაეთმოთ კერძო საკუთრება, სანაცვლოდ კი დაჰპირდა ახალ შენობას სხვა სოფელში, თუმცა დაპირება არ შესრულდა. 2024 წლის 8 მარტს იგივე მღვდელი და მისი მომხრეები კვლავ მიუვარდნენ პარასკევის ლოცვაზე მყოფ 4 მუსლიმს და დაემუქრნენ ფიზიკური ძალადობით. მიუხედავად ვიდეო მტკიცებულებისა, პოლიციამ არც ამჯერად იმოქმედა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს, დევნისა და ღვთისმსახურების უკანონო ხელშეშლის ნიშნებს, თუმცა სახელმწიფოს მომხდარზე კვლავ არ ჰქონია რეაგირება. აღნიშნულ პერიოდში, გარდა ლოცვის უფლებისა, დაირღვა სხვა უფლებებიც. ჭელა, 2013 წელი. 2013 წლის 26 აგვისტოს სოფელ ჭელაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მეჩეთთან არსებული მინარეთი ძალისმიერი მეთოდებით დააყადაღა, რაც ოფიციალურად საბაჟო შემოწმებით განიმარტა, თუმცა გადაწყვეტილება უკანონო იყო. ოპერაციაში ჩართული იყო 200-მდე სამართალდამცავი, სპეცრაზმი, ვერტმფრენები და მძიმე ტექნიკა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობამ მშვიდობიანი პროტესტი გამართა, თუმცა პოლიციამ ეს ძალადობრივად აღკვეთა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ზოგს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. ქართულმა მუსლიმებმა მინარეთი დაიბრუნეს, თუმცა მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, პროკურატურამ ძალის გადამეტებაზე გამოძიება არ დაიწყო. ქობულეთი, 2014 წელი. 2014 წლის 10 სექტემბერს ქობულეთში ისლამოფობიურმა ჯგუფმა მუსლიმური სასწავლებლის გახსნის წინააღმდეგ პროტესტი გამართეს. კარზე ღორის თავი მიაჭედეს და მოსწავლეებს სასწავლო შენობაში შესვლა შეუზღუდეს. პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია. 2016 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მუსლიმ თემს ხელი ეშლებოდა ქონებით თავისუფლად სარგებლობაში და მოითხოვა მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების შეწყვეტა, თუმცა სასამართლომ შსს უმოქმედობაზე პასუხისმგებლობა არ დააკისრა, რაც მოგვიანებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.
2023 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია მუსლიმი მომჩივნების რელიგიური და პირადი ცხოვრების უფლებები და არ დაიცვა ისინი დისკრიმინაციისგან. ეს ფაქტი სახელმწიფოს არაეფექტიანი რეაგირების გამო სამართლებრივი შედეგის გარეშე დარჩა. მოხე 2014 წელი 2014 წელს სოფელ მოხეში ადგილობრივმა მუსლიმებმა ისტორიული მეჩეთის დაბრუნება მოითხოვეს, თუმცა ხელისუფლებამ საპასუხოდ შენობის ბიბლიოთეკად გადაკეთება გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მუსლიმთა მშვიდობიან პროტესტს პოლიციის ძალადობრივი რეაგირება მოჰყვა და 14 ადამიანი დააკავეს, მათ შორის თემურ მიქელაძე, რომელიც ფიზიკურად დაზარალდა. სტრასბურგის სასამართლომ 2021 წელს დაადგინა, რომ სახელმწიფომ უხეშად დაარღვია მუსლიმი მოქალაქეების უფლებები და მიუთითა გამოძიების არაეფექტიანობასა და პოლიციის დისკრიმინაციულ მოპყრობაზე. მოხეს შემთხვევა სისტემური დისკრიმინაციის, დაუსჯელობისა და რელიგიური თავისუფლების ხელყოფის სიმბოლოდ იქცა. ახალი მეჩეთი 2017 წელი ბათუმში მუსლიმი თემი წლებია ითხოვს ახალი მეჩეთის აშენების ნებართვას, რადგან ერთადერთი ცენტრალური მეჩეთი ვერ აკმაყოფილებს მლოცველთა საჭიროებებს. პარასკევის ლოცვაზე ათასობით ადამიანი ღიად სისქვეშ ლოცულობს. 2016 წელს მუსლიმებმა საკუთარი სახსრებით მიწა შეიძინეს და დააარსეს ფონდი მეჩეთის ასაშენებლად, თუმცა 2017 წელს ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვაზე უარი დასაბუთების გარეშე გასცა. ახალი მეჩეთის ფონდმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რის საფუძველზეც პირველმა და მეორე ინსტანციამ 2019 და 2021 წელს ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად მიიჩნია, თუმცა მერიამ საქმე უზენაე სასამართლოში გაასაჩივდა, რომელმაც 2023 წელს საქმე კვლავ სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა. 2025 წელს პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. ზემოხსენებულ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირება ხელს უშლის ქვეყნის განვითარების, მშვიდობისა და ინკლუზიური გარემოს მშენებლობის პროცესს.